მარტო იქ კი არ უნდა ავიმაღლო ხმა, ვისიც არ მეშინია, ასე თქვა, ვისიც რიდი არ მაქვს. არა, ზუსტად იქ უნდა ავიმაღლო ხმა, თუ სიმართლის დამცველი ხარ და ქრისტეს ერთგული მსახური ხარ, სადაც ძალა ჭარბობს, სადაც იცი რომ შენ უძლური ხარ, მაგრამ სათქმელს მაითიტყი. განა კომფორტში უნდა ვიყოთ, არ დავტოვოთ კომფორტის ზონა. ახლა ვთქვა რომ სხვისი ჭირი ღობეს ჭხირიო, როგორც ქართული გამონათქვამია, ხო? ასე თუ ვიცხოვრებთ, მაშინ ვერასდროს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობას ვერ მოვიპოვებთ. შეუძლებელია დადუმებით ჩვენ სამართლიანობას მივახციოთ ჩვენს ქვეყანაში. გამორიცხული. იმიტომ რომ დადუმება ეს არის კონფორმიზმი. ეს არის კომფორტის ზონისგან არ გამოსვლის სურვილი, კომფორტში ცხოვრების დარჩენის სურვილი, მაგრამ საბოლოოდ ეს კომფორტი მერე გექცევა დიდ დისკომფორტად, იმიტომ რომ ღირსებასაც დაკარგავ და ხვალდაზე შენი დროც დადგება. მერე გვერდში დგომელი აღარ გეყოლება. მერე დამცველი არავინ გეყოლება, შენს თავზეც რომ მოხდება უსამართლობა. ეს არის კანონი უსამართლობის.